სმენა დაქვეითებული ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა აღნიშნული პროექტის ფარგლებში ორგანიზაციათა ერისის ოფისში რეგიონული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო როგორც პროექტის ძირითადი მიზნები და ამოცანები, ასევე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოცდილება სმენა დაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობის საქმეში. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროექტის ბენეფიციარები. პროექტი 3 წელია თბილისში, აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში ხორციელდება და მისი მიზანი სმენა დაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობითი უფლებების ხელშეწყობა და საზოგადოებაში მათი სრული ინტეგრაციაა. პროექტი ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და Welfare Foundation-ის ამ პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. უფლების ხელშეწყობა ახორციელდება საქართველოს 4 რეგიონში, მათ შორის არის იმერეთის რეგიონი და პროექტი მიზნად ისახავს სმენა დაქვეითებულ ბავშვთა სრულ ინტეგრაციას საზოგადოებაში. ამ მიზნით პროექტში დაგეგმილი არის სხვადასხვა საქმიანობები, რომლებიც ხელშეუწყობს ამ ბავშვების ინტეგრაციას. კონკრეტულად ჩვენ ვიწყებთ თავდაპირველად პრობლემების შესწავლით, ამ ადამიანების და ამ ოჯახების პრობლემების შესწავლით, ასევე საერთაშორისო გამოცდილების შესწავლით, რომ მოხდეს შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება სახელმწიფოს მიერ, რომელიც ხელშეუწყობს როგორც ამ ბავშვების როგორც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამოძიებას, ასევე საგანმანათლებლო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამოძიებას.